დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დადგა დიდი შაბათი, როდესაც ჩვენ რაღაცა საოცარი რამე უნდა შევასრულოთ. გუშინ როგორც აგიხსენით, მაცხოვრის გარდამოხსნა იყო, შემდეგ მისი დატირება იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის მიერ და დღეს ჩემმა უღირსმა ხელებმა და ჩვენმა გონებამ განკაცებულ ღმერთს წესი უნდა აუგოთ. როგორც ადამიანს უნდა აუგოთ წესი და რამდენად ახლოვდება ღმერთი, რამდენად გვიახლოვდება თვითონ, რამდენის უფლებას გვაძლევს უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენ ცხონდეთ და სიხარული გაგვაჩნდეს, სულიერი სიხარული გაგვაჩნდეს. ამიტომ ამას პასუხი ჭირდება. ღმერთის აი ამ სიყვარულს, ღმერთის ამ სიმდაბლეს, ღმერთის ამ საოცარ სურვილს იმისას, რომ ადამიანი აცხონოს და გადაარჩინოს, აუცილებლად ადამიანის მხრიდან ჭირდება გარკვეული პასუხი. და ეს პასუხი ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ჩვენ ყოველ დღე ვამბობთ ამას დილის ლოცვაში და ხშირად, ისე იგი ძალიან ბევრჯერ შეიძლება ვთქვათ დღის განმავლობაში კანონის სახით, ეს არის ბრწამს. ანუ ბრწამს ერთი ღმერთი. და ეხლა მე მინდა რომ ჩვენ მცირეოდენი შესავალი ნაწილი, აი რაღაცა გული განვამზადოთ იმისთვის, რომ დიდი შაბათობა შევძლოთ ჩვენ. დიდი შაბათი ეს არის დუმილის, მყუდროების, ანუ გულში შეხვედრის, ღმერთთან გულში შეხვედრის. იმიტომ რომ უფალი ჩვენს ჯოჯოხეთში ჩამოვიდა, როგორც ჯვარზე აღსრულების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩავიდა, ჩვენი გულის ჯოჯოხეთში ჩამოვიდა და ჩვენ ამას ვდაგრძნობდეთ, რომ დაარღვია მთელი ჩვენი თავისი სიყვარულით, თავისი ამ საოცარი მოთმინებითა და საოცარი მორჩილებითა და საოცარი თავმდაბლობით მიანგრ-მოანგრია ჩვენს გულში არსებული ქედმაღლობა, ამპარტავნება, ისე იგი ეგოიზმი, რომელიც ყველა ადამიანში არის და აი დღეს აი ამ ისე იგი დანგრეული ჯოჯოხეთიდან, დარღვეული ჯოჯოხეთიდან ჩვენი გულები შაბათობენ და მყუდროობენ და იძახია რომ არა, აი ესე მინდა, ესე მირჩევნია და აი შაბათი დღე ამ მყუდროების დღე არის, შაბათობის დღე არის, სადაც სიჩუმეა. ლიტურგიაზე ჩვეული ქერუბიმთას ნაცვლად საოცარი ტექსტი იგალობება, რომ სდუმენინ ყოველი ხორცი კაცობრივი, ანუ დადუმდით მთელი ხორციელი, ანუ ხორცი, მთელი ჩვენი აზრები, ამ წუთი სოფლისეული სულისკვეთება დადუმდითო, იმიტომ რომ ეხლა ანუ მაცხოვრის დღეა, მაცხოვრის შაბათობის დღეა, სიმშვიდის დღეა, სიმყუდროვის დღე არის და ახლა უფალი მოქმედებს ყველაზე მეტად, რომელიც თავისთავად აღდგომით დასრულდება და აი ეხლა ჩვენ პასუხი, როგორი პასუხი შეიძლება გავცეთ, მცირეოდენს გეტყვით. ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ადამიანები, მოვლენები და ნივთები, რომლებსაც სამნაირი დახარისხება აქვს. ეს არის უმნიშვნელო, ეს არის ნაკლებმნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი რამ. ანუ არსებობენ ჩვენ ცხოვრებაში უმნიშვნელო ადამიანები, სამწუხაროდ არსებობენ ჩვენ ცხოვრებაში ნაკლებმნიშვნელოვანი ადამიანები და არსებობენ მნიშვნელოვანი ადამიანები და გამომდინარე აქედან ადამიანი საკუთარ დროს, ენერგიას, ანუ საკუთარ ძალებს გამომდინარე აქედან უთმობ ყველაფერს. ანუ მოვლენას, რომელიც მნიშვნელოვანია, იქ ჭარბად იღებ მონაწილეობას. მოვლენას, რომელიც ნაკლებ მნიშვნელოვანია, ნაკლებად იღებ მონაწილეობას. მოვლენას, რომელიც ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, იმაში, ანუ უმნიშვნელო არის, საბოლოო ჯამში იქ საერთოდ არ იღებს ადამიანი მონაწილეობას. ამიტომ აი ერთ რამეს დაუკვირდით, რაღაცის რწმენასა და იმას შორის, რომ ისე იგი რაღაცა ნამდვილად არსებობს ზირეული განსხვავება და მინდა მოგიყვანოთ რა, ადამიანები იტყვიან ხოლმე, აი რაღაცა სადღაც აუცილებლად იარსებებს, აი რაღაცა სადღაც არსებობს, აი ამის თქმასა, რომ რაღაცა სადღაც ალბათ არსებობს, ეს ხალხი გიჟი ხო არ არის, ვთქვათ, რაღაცა რომ რწამთ რაღაცისა და იმას შორის, რომ ჩემთვის ნამდვილად არსებობს, ეს არის ძირეული განსხვავება. და ნახეთ როგორ არის, შეიძლება მჯეროდეს
რაღაცნაირად ვიძახდე ესე მჯეროდეს რომ რაღაცა სადღაც არსებობს, მაგრამ ამას არანაირი ჩემს ცხოვრებაზე გავლენა, ანუ პრაქტიკული გავლენა არაფერი არ შეიძლება კონდეს. ანუ ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ აი მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად. აი ხა მაგალითად ჩემ სატელეფონო წიგნში არის 1-2000-მდე ნომერი მაქვს. მე ვერ გეტყვით ყველას, რომ იმ 2000 ნომრიდან მე ვიცი ის, ანუ მათთან ზოგს არც ვიცნობ. პიროვნულად არ მინახავს, მაგრამ რო დავხედავ ხოლმე ამ ნომერს, თქვათ, რომ აი ტელეფონის წიგნ აქვს, რო დავხედავ, ვიღაცის გვარი და სახელი წერია. ეს გვარი და სახელი ეხლა ტყუილა ხო არ ჩამიწერია, ანუ ეს ადამიანი არსებობს, მაგრამ მე ამ ადამიანთან არანაირი პრაქტიკული, ისე იგი, ურთიერთობა არ მაქვს. იდეაში არსებობს, როგორ არ არსებობს, სადღაც ეს ადამიანი არსებობს, მაგრამ მას ჩემ ცხოვრებაზე არანაირი გავლენა არ აქვს და არც მე მის ცხოვრებაზე არანაირი გავლენა არ მაქვს. ამიტომ ნახეთ, იმის შორის განსას ეხა უახლოვდებით იმას, რომ ქრისტესთანაც ეს დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ. სადღაც რაღაცა არსებობს, იქ ვიღაცა რაღაცა იქნება, მაგრამ ჩემს ცხოვრებაზე პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძლება არ კონდეს ამას. ანუ შეიძლება მე ისე იგი ტაძარში დავდიოდე და ვიძახდე, ახლა ყველანი დავდივართ, ეს ტრადიცია, ბებომ მომიყვანა, მერე მე მშობლებმა მომიყვანეს, მერე მე ჩემი შვილები მოვიყვანეთ, ვიკრიბებით აქ როგორც ქართველები ვართ და ქართველები რო ვართ, აბარა ტაძარში არ უნდა ვიყვეთ და აღდგომა, ანუ დიდი შაბათი აღდგომა ტაძარში ხონდა. ანუ ამას შორის, აი რაც ახლა ჩამოვთვალე, რომ ქართველები ვართ, ისინი ვართ, ესენი ვართ, ამას შორის და იმას შორის რწმენას, რომ იქ მართლა არსებობს ქრისტე, რომელთანაც მე პირადი პრაქტიკული ურთიერთობა მაქვს, რადიკალური განსხვავება. ანუ ასეთი ადამიანები რადიკალურად განსხვავებულები არიან. ანუ ის ადამიანები, რომლებისთვისაც სადღაც რაღაცა არსებობს, არ გეწყინოთ, ასე შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, აგიხსნით კიდეც ამას და იმას შორის, რომ ადამიანს უკვე იცის, რომ იქ ვიღაც არსებობს, იმიტომ რომ ამას პრაქტიკული ურთიერთობა აქვს მასთან, ამასთან რადიკალური სხვაობა არსებობს. ისე იგი, თქვა ადამიანმა, რომ მრწამს ღმერთი, ანუ მრწამს ღმერთი ნიშნავს იმას, რომ ისე იგი, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შენს ცხოვრებაში. თუ კი ადამიანი, მოკლედ, იტყვი, რომ მრწამს ღმერთი და ამის იქით ყოველდღე ვიძახით თან ჩვენ ამას დილით და ისე იგი, თუ მრწამს ღმერთი იძახი და მას, ამ ღმერთს შენს ცხოვრებაში არ აქვს, ისე იგი, განსაკუთრებული მნიშვნელობა, ის კი არა მნიშვნელოვანი, ნაკლებ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, ეს კი არა განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ქრისტეს რწმენა მეორეობას ვერ იტანს. ანუ ან ქრისტეს მორწმუნე ხარ პირველ რიგში, მთავარი რაც არის, ოღონდ ის მორწმუნე არა გაიხსენეთ სადღაც რაღაც რო არსებობს, არამედ რეალური მორწმუნე, პიროვნებათა შორის ურთიერთობა როიცი, ანუ მე და ქრისტეს შორის ურთიერთობა როიცი ადამიანმა, აი ეს არის ის, როდესაც ის შენთვის არის განსაკუთრებული. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა მთელი ჩვენი გონება, აბა დაუკვირდით, ჩაუკვირდით საკუთარ თავს, ჩვენი გონება, ჩვენი გულით, ჩვენი ყოველდღიურობა, მისწრაფებები სულ სხვა რამით არის დაკავებული, საერთოდ სხვა რამით არის. ჩვენი ბაღებით, ჩვენი რაღაცა მიწებით, ჩვენი რაღაცა ამ წუთისოფრისეური კეთილდღეობით, განათლებით, წარმატებით, რაღაც რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მას აქვს გადაფარული, მას უკავია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენ ცხოვრებაში და არა ქრისტეს, არა ღმერთს და რატომ? იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენ ეს ურთიერთობა. ნახეთ როგორი რაღაცა უთხრა ვინმეს აი უყურეთ, აი ადამიანს რო უთხრა, წეღა რო თქვი, აი ტელეფონის წიგნა გითხო, თუ მე რო თქვა ეხლა რომ ვიღაცაზე რომ აი მე მრწამს რომ ეს შენ არსებობ, მე მრწამს შენი, აი მოდი ესე ვთქვათ, მე რო გითხრათ ეხლა მე მწამს შენი, ანუ მე მჯერავს შენი, მე მწამს შენი ნიშნავს აი ამ რაღაცას, ანუ რას? ნახეთ, შენსკენ მოვაპყრობ ყურადღებას. ანუ ჩემი ყურადღება შენსკენ მოპყრობილია და მუდმივად შენზე ვფიქრობ და შენზე არის მოპყრობილი. მეორე, შენ გეყრდნობი, შენ ხარ ჩემი საყრდენი, მე შენ გეყრდნობი. მესამე, ეს არის სრულად გენდობი შენ,
სრული ნდობა მაქვს შენი და მოკლედ მეოთხე ეს არის შენი იმედი მაქვს. ანუ ნებისმიერ მოდი ავიღოთ ღმერთი რომ გამოვრიცხოთ ამ შემთხვევაში ადამიანსაც ვისაც ეუნები რომ მე მწამ შენი ნიშნავს იმას ანუ მწამს შენი ნიშნავს აი ამ ოთხ რაღაცას და როდესაც უფალი იძახის რომ თავარი მცნება არის შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა სულითა ძალითა და გონებითა და მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი ნიშნავს იმას რომ მე რომ ეს მცნება აღვასრულო მოყვასიდან უნდა დავიწყო ანუ მე უნდა შემეძლოს პიროვნებას უთხრა ვინმეს ერთს ორს სამს ოჯახის წევს დედამ შვილს შვილმა დედას ანუ იმას მეუღლებმა ერთმანეთს ანუ იმათ ვისაც ახლო არის რომ გამოვცადო მე რას ნიშნავს ის რომ მე შენი მწამს ანუ ნიშნავს მე მჯერა შენი ნიშნავს აი ამ ოთხ რაღაცას ჩამოვთვალოთ კიდეთ მე ყოველთვის მოვაყოლებ შენსკენ ყურადღებას ახლა მეტყვით ვინმე ყურადღებას თუ არ გაქცევთ შეიძლება ვიფიქროთ რომ იმ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ვართ და მით უმეტეს რომ იმ ადამიანისთვის ისე იგი განსაკუთრებული ვართ ვერასოდეს ვერ იქნება ეს ვინმე ადამიანისთვის თუ საყრდენი არა ვარ რაღაცაზე მე არ მეყრდნობა მაშინ ესეც იგივეს ნიშნავს რომ მე იმ ადამიანისთვის განსაკუთრებული ვერ იქნებ იმიტომ რომ თუ განსაკუთრებულია ვინმე და რამე ჩემთვის მას მე ვეყრდნობი მესამე ვერასოდეს ვერ ვეტყვი რომ მე შენ გენდობი იმიტომ რომ რო ენდობი ადამიანს ნიშნავს იმას რომ შენ გჯერა მისი შენ გწავს მისი ანუ პიროვნებას ოდესაც ენდობი და შენ მისი იმედი გაქვს გადავიტანოთ ღმერთზე აი გადავიტანოთ ღმერთზე და მიხვდებით რომ აი ეს დამოკიდებულება ჩვენ ღმერთთან არ აგვაქვს ჩვენ პირდაპირ არ შეგვიძლია მწამს შენი ღმერთო იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ მთელ ყურადღებას შენსკენ მოვაპყრობ ჩვენ არ შეგვიძლია რომ შენ ხარ ჩემი მთავარი საყრდენი ანუ სრულად გენდობი და შენი იმედი მაქვს აი ამას პრაქტიკულად ჩვენ ღმერთს ვერ ვეუნებით ანუ ჩვენ უფრო მეტად ან ადამიანებზე ვართ ესე მიჯაჭული ადამიანებზე ვართ მიჯაჭული მაგრამ ესეც არ გამოგივა ადამიანს იმიტომ რომ თუ ღმერთი არ გიყვარს ადამიანსაც სრულად ვერც ყურადღებას გამოიჩენ ბოლომდე ყურადღებით ვერ იქნები მიპყრობილის მის მიმართ და ვერც ყველა ამ თვისებას ვერც საყრდენი ანუ არ გეცოდინება რას ნიშნავს საყრდენი იყო შენ ადამიანისთვის და ის შენთვის ვერასოდეს ვერ მიხვდები იმას რა არის ნდობა ნამდვილი ჭეშმარიტი ნდობა და ვერასოდეს მიხვდები რა არის ნამდვილი იმედი ერთადერთი ვინც აი ამ ურთიერთობაში ადამიანთან სრულყოფილად შემოდის და არასოდეს არ გიმტყუნებს ეს არის ქრისტე და თუ კი ჩვენ ქრისტესთან აი ამ ურთიერთობაში არ ვცდილობთ რომ ვიყვეთ მოკლედ ძალიან გვიჭირს აი ეს მსახურებები ჩვენთვის აი მიღმიერია იმიტომ რომ ჩვენ როგორც გითხარი ჩვენი გული და გონება საერთოდ სხვა რამით არის დაკავებული მაგრამ აი აქ ჩდება რა იცით მამაო ჩვენ ხო ვიტყვით დავსვავთ კითხვას რომ ჩვენ ხო ესე ერთიანად ვერ ვიზავთ ამას რა თქმა უნდა ცალსახა რომ შეუძლებელია ადამიანმა ისე იგი ერთიანად ეს გაგეხსნას ამიტომ ჩვენ აი ამ ყურადღებაში ამ საყრდენში აი ამ ნდობაში და იმედში მუდმივად უნდა ვიზრდებოდეთ მუდმივად პიროვნულ ღმერთთან ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა უნდა გქონდეს არა ვითხოვდეთ მის ისე იგი საჩუქრებს რაც მისგან გვინდა სიმშვიდე მინდა მამაო რატომ მოხვედი ტაძარში აი სიმშვიდე მინდა ის მინდა ეს მინდა ქრისტე გინდა გახდეს შენთვის აი ეს საყრდენი ქრისტე გინდა აი ეს პიროვნული იმედი შენი გინდა გახდეს შენი აი ეს უკვე ადამიანს არ უნდა ადამიანს უნდა ნაყოფები მაგრამ არ უნდა ქრისტესთან თავისთავად ურთიერთობა და ამიტომაც აი დაუკვირდით ერთ რამეს რომ ეს მზარდი უნდა იყოს ჩვენი სარწმუნოება ჩვენ უნდა ვიზრდებოდეთ ამ სარწმუნოებაში შინაგანად გულისმიერ სარწმუნოებაში უნდა იზრდებოდეს ადამიანი და სრულებით შესაძლებელია ამ ზრდის პროცესში ერთად თანაცხოვრობდეს გარკვეული ცოცხალი ეჭვი ნახეთ ცოცხალი ეჭვი და ესე იგი რწმენა რომელიც ადამიანს გააჩნია გარკვეული რწმენა მაქვს კი მე ვიცი სადაც მივდივარ მე ვიცი რომ ქრისტესთან მივდივარ მაგრამ ამავე დროს გარკვეული ეჭვები მაქვს მაგრამ ეს ეჭვები იმისთვის კი არ არის რომ მე რაღაცაში ან ნდობა მეკარგება ან საყრდენი მეკარგება არა ან იმედი მეკარგება ან ჩემი ყურადღების მიპყრობა არ მინდა არა ამაზე კი არ მოქმედებს უბრალოდ ვიზრდები რომ უფრო მეტად დავინახო ღმერთი უფრო მეტად გახდეს ღმერთი ეს 4 თვისების მატარებელი ჩემთვის რომელიც ახლა ჩვენ ჩამოთვალეთ ანუ
სიტყვები მაცხოვრისა რომ წამს უფალო შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა ცოცხლდება ზუსტად აქ უფალო წამს მაგრამ კიდე მეტად შეეწიე ჩემს ურწმუნოებას იმიტომ რომ ამ რწმენაში მე ნაკლები ვარ პატარა ვარ ცოტა ვარ კიდე მინდა გავიზარდო და გავიზარდო ანუ არსებობს ეჭვი ოღონდ მაცხოვნებელი ეჭვი რომელიც ადამიანს აღძრავს მეტის ძიებისთვის და არსებობს ეჭვი რომელიც დამღუპელი არის რომელიც ბოროტისგან არის ანუ დემონური ნებისგან არის აღძრული და ადამიანს პირიქით აცლის და აცლის აი ამ ცოცხალ სარწმუნოებას ღმერთისადმი ანუ რწმენა ეს არის შეკითხვებისა და ბრძოლის წყარო ადამიანმა უნდა დასვა ეს შეკითხები, ადამიანმა უნდა იბრძოლო, რომ სანამ ღმერთი არ გახდება შენთვის, რაც ჩამოუთვალეთ აქ, სანამ ღმერთი ესეთი არ გახდება, ანუ უნდა იწვალო, და შენ რომ ეს გააკეთო, რა ვთქვი წეღან, ღმერთი შენთვის განსაკუთრებული უნდა იყოს. ქრისტიანობა შენთვის განსაკუთრებული უნდა იყოს. არ შეიძლება შენთვის ქრისტიანობა ფაკულტეტური იყოს და არ შეიძლება შენთვის ქრისტიანობა იყოს ნაკლებ მნიშვნელოვანი და მით უმეტეს უმნიშვნელო. ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის ეს ღმერთთან ურთიერთობა ტაძარში ყოფნა კი არა, ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა უმნიშვნელოა. გაიხსენე ჩვენი თავი, როცა რაიმე გაგვეხარდება, როგორ გადაფარავს ხოლმე ეს სიხარული, მიწიერი სიხარულით რო გაგვეხარდება რამე, როგორ იმ წუთში ადამიანს ავიწყდება ღმერთი, მასთან ურთიერთობა იმ წუთში გადაიფარება. ამასთან ერთად გაიხსენეთ საკუთარი თავი, როდესაც მწუხარება გაქვს ადამიანს, იმ მწუხარებაშიც თავიდან ბოლომდე ეგრევე კარგავ ღმერთს, იმ წუთში შემოდის გარკვეული ეჭვები, ანუ ის ურთიერთობა არ არის ღმერთთან. ამიტომ ღმერთთან ურთიერთობა ეს არის მუდმივი შეკითხვებისა და ბრძოლის წყარო, აი მუდმივად სანამ ეს ყველაფერი არ გახდება რა, ანუ ნახე შეკითხვები და ბრძოლა უნდა გადაიქცეს ოდესღაც ნელ-ნელა გუში რო გითხარით გამოცარიელ და შეკითხვა გაეცა პასუხი გამოცარიელ და ბრძოლა მისი ადგილი უნდა დაიკავოს აუცილებლობად დარწმუნებულობამ, ანუ აი დარწმუნებულობა მისა რომ ღმერთო შენ ნამდვილად არსებობ, იმიტომ რომ გულში გიგრძენი და ამან მოიტანოს სიმშვიდე. ანუ შეკითხვები და ბრძოლა აუცილებლად ნელ-ნელა ღვთისმადლით უნდა ჩანაცვლდეს დარწმუნებულობითა და სიმშვიდით, რომელიც საღვთო სიმშვიდე არის. და ეს ყველაფერი შეუძლებელია სიყვარულის გარეშე. აი ეს არის ღმერთმა ეს ნაბიჯი გადმოდგა. ღმერთმა თავისი სიყვარულით გითხრათ, რომ ანუ ნახეთ, დამიჯერეთ ქრისტეს თავისთავად შეუძლია გვითხრას ეს ოთხივე სიტყვა პირიქით, რასაც ჩვენ ვეუბნებით. ქრისტემ შეუძლია გვითხრას, შენსკენ მაქვს მთელი მოპყრობილი ყურადღება. იცი როგორ მიყვარ ხარ, მთელი ჩემი ყურადღება შენსკენ მაქვს მოპყრობილი, გალაქტიკების შემოქმედი ღმერთს გეუბნება, რომ შენ აი არბოს ტაძარში რო დგეხარ ეხლა სადღაც კუთხეში, მთელი ჩემი ყურადღება შენსკენ მაქვს მოპყრობილი და ველოდები შენგან, შენი მთელი ყურადღება ჩემსკენ გაქვს მოპყრობილი. აი აქ პასუხს ვერ ვცემ ჩვენ ამას. ვერ ვცემთ ამ პასუხს. უფალ შეუძლია გვითქას, რომ შენ ხარ ჩემი საყრდენი. საყრდენი რას ნიშნავს? იმას, რომ მე შენ გენდობი იმაში, რომ მე რომ ავმაღლდი, ქრისტიანობა უნდა იქადაგოს. ანუ სიყვარული, ის თავმდაბლობა, ის მორჩილება, ის გულმოწყალება, ის საღვთო სათნოებები, რომელიც მე დედამიწაზე მოვიტანე, რომ თქვენ ჩემი მობაძავი ყოფილიყავით, ანუ შვიდი და მდაბლები ყოფილიყავით, მე გენდობი შენ, რომ შენ ამას მიიღებ და შემდეგ გაავრცელებ და სხვა და არ მოიდგინეთ, უფალი გვეუბნება, მე შენ გენდობიო. რაში გენდობა? აი ამაში გენდობა ზუსტად. გენდობა რომ შენ ამას იზავ, მაგრამ ჩვენ ყოველდღე ამას ანუ ვერ პასუხობთ, ვერც ყურადღებას პასუხობთ მისას. მას მთელი ცხოვრება, მთელი ჩვენი წამის ყოფით, ანუ აი ვიძახით ხოლმე არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე, ქრისტეს შეუძლია თქვას, არც ერთი წამი აი მუღირსი მღვდელი გიორგის გარეშე, ანუ მე ჩემს გონებაში, ანუ მის ლოგოში მე მუდმივად ვარსებობ და ჩემი ცხოვრება მუდმივად არის. მიხვდით ესეთ რაღაცას, წარმოიდგინეთ ვინმე ადამიანმა რო გითხრათ, რომ შენ ანუ სულ მახსოვ ხარ.
სულ ყოველ წამს მახსოვ ხარ და ყველგან სადაც ხარ გული მტკივა თანა უფალი ხო გხედავს სადრას ვაკეთებ და წარმოიდგინეთ იმან ჩვენ რო ვწოდავთ იმასაც ხედავს გონებით ვწოდავთ თუ გულით ვწოდავთ თუ საქმით ვწოდავთ ყველაფერს ხედავს მაგრამ თავის სიყვარულ სარწყვეთს გვიყურებს ყოველდღე და გვეუბნება რომ შენ ხარ მე ყურადღებით გიყურებ შენ არა და შენ ჩემი საყრდენი უნდა იყვე და რა საყრდენი ნახე როგორ იქცევი მიპასუხე გთხოვ ამ ყურადღებაზე მიპასუხე გთხოვ აი ამ რომ მდობაზე მე რო შენ გენდე შენც მენდე მე ამას ვერ პასუხობ ჩვენ ამიტომ არც იმედი აი უფალი გვეუბნება შენი იმედი მაქვს ქრისტე გვეუბნება რომ შენი იმედი მაქვს მე რომ მოვედი ანუ ამ წუთის სოფელში შენი იმედი მაქვს რომ შენ ამაზე მიპასუხებ მე იმიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი რომ ძალიან მიყვარხარ და რომ ძალიან მიყვარხარ იმედი მაქვს რომ შენ ამ სიყვარულს უპასუხებ და შენ თვითონაც შეიცვლები გარდაიქმნები და დამემსგავსები მე მაგრამ ჩვენ აი ამ ოთხივე რაღაცას უგულებელს ყოფ და რატომ იმიტომ რომ აი სიყვარული არ გაგვაჩინია. ხვდებით როგორ უყვარვართ ღმერთს, რას ნიშნავს ადამიანი უყვარდეს ღმერთს, ღმერთს უყვარდეს ადამიანი და ადამიანი რას პასუხობს? აი ამას პასუხობ.ად ღმერთი გვეუბნება მე შენ ყურადღებით ავარ შენს მიმართ ყოველ წამს და ყოველ წუთს, სადაც კი დამელაპარაკები, იქ მოვალ შენთან, სადაც კი გამიხსენებ, იქ ხარ შენს გვერდით. ანუ მე შენ გეყრდნობი მე შენ გენდობი მე შენი იმედი მაქვს და ჩვენი ცხოვრებით ამას ვერ პასუხობ აი განსხვავება რატოა ღმერთის სიყვარული ჩვენდამი დიდი და ჩვენ მას ვერაფრით ვერ პასუხობთ ერთადერთი რითიც პასუხობთ ეს არის წეღა როგორც გითხარით სადღაც რაღაცა ვიცი ღმერთო რო არსებობს და მე გეუბნებით იმას შორის სხვაობა რომ სადღაც ვიღაც არსებობს და მე ვიცი რომ ჩემთვის ის არსებობს დიდი განსხვავებაა თუ ვინმეს ვეუბნები რომ შენ არსებობ მე მრწამს რომ შენ ხარ მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს რომ მე შენთვის შენ ყურადღებას მოგაპყრობ შენ გეყრდნობი შენ გენდობი და შენი იმედი მაქვს აბა ჩამოთვალეთ გვაქვს ეს ოთხი რაღაც ჩვენ ღმერთისადმი არა გვაქვს ამიტომაც სიყვარული არ გაგვაჩინია რატომ იმიტომ რომ არც ადამიანებისა ამას ადამიანებსაც ვერ ვეტყვით გულწრფელად თქვით აბა ეს ოთხი ისა ვინმეს მიდი და უთხარით აი სახეში დაუდექით თუნდაც ყველაზე მეტად როთვლით ვინმე გიყვარს და ეს ოთხი ჩამოთვალეთ შეგრცხვებად პირველი მეორის მერე შეგრცხვებად ბოლომდე უთხათ იმიტომ რომ ჩვენი გული იმდენად ეგოიზმით არის სავსე ჩვენი შინაგანი იმდენად საკუთარ თავზე ვართ შეყვარებული და საკუთარ ისე იგი კომფორტზე და საკუთარ სურვილებზე ვართ შეყვარებულები რომ სხვას ვერ ვეუბნები ჩვენ სხვებიც იმისთვის გვინდა რომ ჩვენ კარგად ვიყვეთ ჩვენ სხვების არსებობაც იმიტომ გვინდა რომ ჩვენ კარგად ვიყვეთ თორე ის კი არა რომ ვიღაცის არსებობა მიყვარდეს და მახარებდეს ანუ შეუძლებელია იცოდეთ აი ეს პრინციპი აბა დაიმახსოვრეთ შეუძლებელია სხვა პიროვნების დანახვა ხედვა ცნობა სიყვარულის გარეშე და იცოდეთ აი დააკვირდით ერთ რამეს მე რო ვიტყვი რომ მაგალითად მე შენ მიყვარხარ ნიშნავს რას იცით ეს სიყვარული არის ძალა რომელიც ჩემს გულს ხო ანათებს და მე შენ განათებს თავიდან ბოლომდე და ამ სიყვარულს შეუძლია ჩაწვდეს ადამიანის სრულყოფილ არსს რისთვის შექმნა ის ადამიანმა ღმერთმა რისთვის შექმნა მოვლენები რომელიც ვითარდება სიყვარულით არის ხოლო შესაძლებელი მათი თავარ და ანუ მნიშვნელოვანი ნაწილში შინაარსში წვდომა და ნივთები რომელიც ჩვენ გვაქვს ხოლო სიყვარულით შესაძლებელია მათი გამოყენება რომ რაში მჭირდება ეს ხოლო სიყვარულს შეუძლია თქვას სიყვარულით ანთებულ გულს შეუძლია ნათელი მოფინოს ყველაფერს მთელ ქმნილებას ადამიანს მოვლენებს რომელიც სამყაროში ვითარდება და ნივთებს რომელიც არის და ეს ნახეთ აი ნივთებს სიყვარულით რას გულისხმობ ნახეთ მივაპყროთო დღეს აუდა დავდგეთ აი აქ არბოში 21 საუკუნეში აი ამ გარდამოხსნის წინ რომელიც მოქარგული არის და მხოლოდ სიყვარულია რომელიც შეგვაძლებინებს აი ამ ნივთში რომელიც წმინდა ნივთი არის ამ ნივთში განვჭვრიტოთ
გამჭრიდოთ ის მთავარი შინაარსი, ანუ განათდეს ჩვენი გონებით, განათდეს ის ნაქარგი მეტრიანი გარდამოხსნა განათდეს და მასში ადამიანმა განჭრიდო რომ დღეს მართლა ჩემი უღირსი ხელები თუ დგევარ, აი იმ 2000 წლის უკან დგევარ მაცხოვრის წარმოიდგინე გარდამოხსნის სხეულთან და დგევარ და საცეცხლურს ვაკმევ და წეს სუგებ გალაქტიკების შემოქმედ ღმერთს. აი მხოლოდ ამას შეუძლია და თქვენც როდესაც მასთან მიდიხარ, მხოლოდ სიყვარულ შეუძლია ღმერთო როგორ მიყვარხარ, მაგრამ მიყვარხარ აქ კი არა და სახურებაზე კი არა, მიყვარხარ სახლშიც, მიყვარხარ ბაღშიც, მიყვარხარ სამსახურშიც, ყველგან მიყვარხარ, ყოველთვის მახსოვ ხარ. ყოველთვის ჩემი იმედი ხარ, ყოველთვის ჩემი საყრდენი ხარ. აი ეს არის ის სიყვარული, რომლითაც თუ კი ესე შემოვდივარ ტაძარში, ნათდება ეს ტაძარი ამ სიყვარულის თვალით და გონებით და სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდები. რომ შემოვდივარ, კედლები კი არ არის აქ ქრისტესთან შეხვედრის ყველაზე დიდი საშუალება აი ეს არ გვაქვს ჩვენ. და რატომ? იმიტომ რომ სიყვარული არა გვაქვს. არ ვიცით, არ გვიყვარს ჩვენ ადამიანების სიყვარული, ანუ ადამიანების სიყვარული უნდა ვისწავლოთ ჯერ, როდესაც უფალი იძახის რომ ესე იგი როგორ შეძლებო შენო ადამიანი ის ღმერთის სიყვარულსო, როდესაც შენ გვერდზე მყოფი ადამიანი არ გიყვარსო. Ემას ხო ხედავ ადამიანს ჯერ ეს შეიყვარე და შემდეგ იტყვი რომ ღმერთის სიყვარული ჩემს, ანუ პიროვნების სიყვარული უნდა ვისწავლოთ ჩვენ, იმიტომ რომ ღმერთი პიროვნება აბსტრაქცია არ არის. ღმერთი დედამიწაზე მოვიდა და ჩვენნაირი გახდა. ამიტომ გასაღები იმისა რომ მე ადამიანი ღმერთი, განკაცებული ღმერთი შევიყვარო, ადამიანის სიყვარულზე გადის. და სიყვარული კიდე რა არის, ამას ვიძახი, ანუ რწმენაში და ღმერთის სარწმუნოებაში ჩახვედრა, რომ სიყვარული ვისწავლო ისეთი, რომ ადამიანს სიყვარულის თვალით უყურო. ამიტომ ახome დღეს რა არის, სამყაროს გადახედეთ, სიძულვილით ადამიანი ლაპარაკობს, სულ სიყვარულზე ლაპარაკობენ, სულ თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ბომბებს ესვრიან ერთმანეთს, სულ თანასწორობაზე, თუ თანადგომაზე, წარმოიდგინეთ, სიყვარულზე ლაპარაკობენ და ხოცავენ ერთმანეთს. ღმერთზე ლაპარაკობენ და ღმერთის სახელით ბომბავენ ერთმანეთს. მიხვდით სადამდე მივედი და ამართლებენ ამ ბომბების ადამიანის განადგურებას, ადამიანის კლას, ადამიანის გაუბედურებას, ანუ სიყვარულით ამართლებენ. ნახეთ სადამდე ეს არის ანტიქრისტიანობა. მაგრამ ქრისტიანობა სხვა არის. დღეს თქვენ უნდა ხვდებოდეთ ამასო, რომ რაღაცა არ არის სწორი ეს. Toro ქრისტიანული თვალი სხვა თვალია, სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს, ადამიანსაც, მოვლენებსაც და ნივთებსაც. აი რა გვაკლია ჩვენ. აი ეს არის, ანუ ხილულ სამყაროში და ხილულ მოვლენებში და ადამიანებში განჭრიდოთ ის საღვთო რეალობები და საღვთო ლოგოსები. აი ეს არის ქრისტიანი ადამიანის დანიშნულება. და როდესაც ეს არა გვაქვს, აი ამ სიყვარულს ვერ პასუხობ ჩვენ. დღეს ღმერთი გვეუბნება რომ მას უყვარვართ და ჩვენ არაფერი გვაქვს საპასუხო გარდა იმისა რომ დღეს ჩვენ რა თქმა უნდა მადლობა ღმერთს იმისთვის რომ დღეს აქ ჩვენ მოვედით, დღეს ჩვენ აქ ვდგევართ, მაგრამ თითქოს უფალი გვეუბნება რომ გეხვეწებით ცოტა მეტია აი ჩემი სიყვარულისთვის, ანუ ჩვენი სიყვარულისთვის, მე რო თქვენ მიყვარხარ და თქვენ თუ გინდათ რომ და თქვათ რომ მე შენ მიყვარხარ უფალო, ხო, ცოტა მეტი გააკეთეთ. ცოტა მეტი ოღონდ გულისმიერი, ანუ სულიერი კუთხით და არა მხოლოდ ფიზიკური კუთხით. აი ეს არის ის, რაც ჩვენ მოკლედ გვაკლია და თუ ვინმე იტყვის რომ ხვალინდელი საქართველო როგორი უნდა იყოს, აი მე ესეთ საქართველოს ვინატრებდი, როდესაც ტაძრებში იდგებიან, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ის ვინც იდგება, აი ამ გულით იდგება ტაძარში და ამ გულით ეცოდინება სიყვარულის გულით ეცოდინება ხედვა ყოველივესი რაც ჩვენს გარშემო ხორციელდება. ღმერთმა მოგცეს ამისი ძალა, რომ ჩვენ შევძლოთ აი ამ სიყვარულის პასუხი, ჩვენ შევძლოთ აი ამ სიყვარულის ძალა და ძალა იმისა, რომ სიყვარულით ნათდებოდეს ჩვენი გულები, როდესაც უყურებთ ადამიანებს, მოვლენებს და ნივთებს, რომელიც ჩვენს გარშემო არის, რომელიც თავისთავად იძენენ ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, ბუნებრივ ადგილს იკავებენ მოკლედ ადამიანის ცხოვრებაში. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული განყოფოთ ყველამ.